იმყოფმა ამერიკელმა კონგრესმენებმა შეხვედრები პარლამენტში გამართეს. ისინი პირველად პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს გაესაუბრნენ, შემდეგ უმცირესობის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს და მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდნენ. ორდღიანი ვიზიტის შედეგები მათ ბრიფინგზე შეაჯამეს. ამერიკელმა კონგრესმენებმა ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ვთვლი, რომ ბევრს ვსწავლობ აქ სტუმრობისას, ვიდრე გავცემ. დადებითი გამოცდილება მივიღე. მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მსახურობენ ავღანეთში. განსაკუთრებით მათ ოჯახებს მინდა გადავუხადო მადლობა. ჩვენი მხრიდან იყო წარდგენილი ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ საჯარო ფინანსების მართვის კუთხით საქართველოში, მათ შორის პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ამაღლებს გამჭვირვალობას და ნდობას მოსახლეობის მხრიდან უშუალოდ ბიუჯეტის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ კონტროლის პალატაში, ამ რეფორმებზეც ჰქონდა საუბარი საგადასახადო კოდექსზე, ყველა იმ საკითხზე, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ცვლილებებთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატები გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა არის ჩვენი ფინანსური დონორი და ზუსტად კონგრესი ამტკიცებს იმ გეგმას, რითაც ჩვენ ვიღებთ ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას და ბუნებრივია ჩვენ კოლეგებს აინტერესებს თუ როგორ მიდის საბიუჯეტო პროცესი, თუნდაც ის თანხები, რომელსაც ჩვენ ამერიკიდან ვიღებთ, როგორ იხარჯება, როგორი არის ეს სისტემა, ჩვენ აზრები გაუცვალეთ ერთმანეთს და რაც თავარია, ჩვენ თანხმდებით და ჩვენი პოლიტიკა, ამ შემთხვევაში საქართველოს და საბიუჯეტო პოლიტიკა უნდა მიმართული იყოს ხალხის ინტერესების შესაბამისად.